შვიდი დრაკონის ციხესიმაგრის ზღაპარი. მეფე კირკ მეორე სულელს მისმა ვეზირმა შვიდი დრაკონის ციხესიმაგრის შესახებ უამბო, რომელიც დრაკონებს ულამაზესი პრინცესა ჰყავდათ დატყვევებული, რომელიც ხსნან ცენოდა. კირკ მეორე სულელმა დაუჯერა მამამის ბათურ მეოთხეს გადაემუცვევნა ინფორმაცია და მთელი თავისი ჯარით მიადგა ციხესიმაგრეს. ვეზირო, რატომ ქვია შვიდი დრაკონის ციხესიმაგრე? იქ მხოლოდ ერთი მოხუცი სამთავიანი დრაკონია. შიშ დიდი თვალები აქვს ჩემო მეფეო, ალბათ შიშრებს ის სამთავიანი დრაკონი შვიდად მოეჩვენათ. მეფეო, ყველა ჭიშკარი თავისით გაიგო, რაიმე ხაფამს არ ქონდეს ადგილი. მოგეშინია, დრაკონს ჩვენი სიმრავლე შეეშინდა. ალბათ დანებებას აპირებს, ის მოხუცია და აღარ ბრძოლა შეუძლია და აღარ ფრენა. სამივე მხრიდან შეუტიეთ ჩემო უშიშა რომ მეომრებო, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩემი მომავალი დედოფალი ბოროტი დრაკონისგან. შეტევაზე